გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სულსათის უნებლობის სპეციალისტი. თქვენი იმყოფებით ჩემს YouTube არხზე და სანამ დღევანდელ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ იქამდე გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. დღევანდელი ჩვენი ვიდეო შეეხება გარევაჭრობას, ანუ გარევაჭრობის ადგილებში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების რეალიზებას. დღეს ვისაუბრებთ იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შეიძლება ასეთ ადგილებში რეალიზებული პროდუქტებიდან შეგვხვდეს და ასევე ვისაუბრებთ ჩემი აზრით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ შეძლონ მაგალითისთვის გლეხებმაც და მცირე ფერმერებმაც თავისივე მოწეული თუ გაზრდილი სხვადასხვა ცხოველების და პროდუქტების რეალიზება მოახდინონ ისე, რომ დაცული იყოს როგორც სურსათის უნებლობის მინიმალური მოთხოვნები, ასევე მომხმარებლების ჯანმრთელობასაც ზიანი არ მიაყენონ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ როდესაც ქუჩაში ხდება სხვადასხვა სურსათის რეალიზაცია, ეს პროდუქტები აუცილებლად არის სოფლიდან, არის ნატურალური და არის ჯანსაღი. შესაძლებელია იყოს ნამდვილად ნატურალური პროდუქტი, ნამდვილად იყოს ჯანსაღი, მაგრამ როდესაც რეალიზაციის პირობები დარღვეულია, არ არის ჰიგიენურ მდგომარეობაში მოთავსებული სხვადასხვა პროდუქტები, არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი, ეს ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტები გადაიქცევა ისეთ პროდუქტებად, რომელსაც განსაკუთრებით ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისა და ორგანიზმისთვის. რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ქათმის პროდუქტები, ხორცი. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელი პროდუქტებსაც აუცილებლად ჭირდებათ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, როგორც ტრანსპორტირების დროს, შენახვის დროს და ასევე რეალიზაციის დროს. რადგან არსებობს რისკი, რომ აღნიშნული პროდუქტები იყოს გარკვეული სახის ბაქტერიებით დაბინძურებული, მაგალითად იყოს ქათმის პროდუქტებში სალმონელა, კვერცხში ასევე სალმონელა, შეიძლება მაგალითად რომელიმე ხორცი იყოს დაბინძურებული და რძის პროდუქტი ასევე ლისტერიას ბაქტერიით და ასე შემდეგ. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მალფუჭებადი პროდუქტები, როგორიც არის თევზი და თევზის პროდუქტები, რძედაძის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, აუცილებლად ხდებოდეს მისი რეალიზაცია სამაციურო პირობებში და გარდა მაცივრისა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჰიგიენური მოთხოვნები, ანუ სისუფთავე, სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს განთავსებული და ასევე სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს ის შესაფუთი ტარა თუ საშუალებები, რაშიც იფუთება ეს. გარევაჭრობის ადგილებში მსგავსი რამის დაცვა არის შეუძლებელი. ამიტომ გვხვდება ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ეს ნატურალური პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს მართლაც სოფლიდან ჩამოტანილი, ამ რეალიზაციის პირობებში დაბინძურდეს ისეთი პათოგენური ბაქტერიებით, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. გარდა მაგისა, ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის სოფლის პროდუქტებსაც და ქარხნულად დამზადებული პროდუქტებსაც და მათ შორის სასაკლაოში დაკვრულ ხორცსაც გარკვეული რაოდენობის ბაქტერიები შეიძლება თან ახლდეს. როდესაც ტემპერატურა მიაღწევს საშიშ დიაპაზონს, რომელიც არის 5 გრადუსიდან 60 გრადუსამდე, ეს ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და გამრავლებული ბაქტერიები საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოვერიდოთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ შევიძნოთ განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტები გარევაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვრისკავთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრების და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე, რადგან არ ვიცით ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი არ ინახება სამაციურო პირობებში და ჰიგიენურ მდგომარეობაში, ასევე არ ვიცით ამ პროდუქტის წარმომავლობა, რადგან ესეთ პროდუქტებს არც ეტიკეტი აქვს, არც შემადგენლობა აწერია და შესაბამისად პასუხისმგებელიც არავინ არ არის ამ პროდუქტისგან გამოწვეულ შემდგომ გართულებებზე. ამიტომ შეიძლება ეს ადგილებში შეგვხვდეს ნამდვილად სოფლის პროდუქტები, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ქარხნული პროდუქტები და ქარხნული პროდუქტებში გულისხმობ იატაკქვეშა ქარხნებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები
და საქმიანობას აწარმოებენ ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე და ეს ბოლო პერიოდი ხშირად ხდება თვითონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გამოქვეყნებული სხვადასხვა არარეგისტრირებული საწარმოები, სადაც ხდება მაგალითად ყველის დამზადება, ხდება ხორცის დაკლა და ცხოველების დაკლა, ქათმების დაკლა და სწორედ ესეთ პირობებში დაკლული, დამზადებული ხორცი და ქათამი ესეთის რეალიზაცია ხდება სწორედ გარე ვაჭრობის ადგილებში. ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა. შეიძლება იყოს გარე ვაჭრობის ადგილებში ნამდვილად ნატურალური სოფლის პროდუქტები, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, არარეგისტრირებულ ქარხნებში, არახიგიენურ მდგომარეობაში, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით დაკლული და მომზადებული სურსათი და ამას ჩვენ ფიზიკურად ვერ გავარჩევთ, იმიტომ რომ არც ეტიკეტირება აქვს ასეთ პროდუქტებს და არც შემადგენლობა და პასუხისმგებელი ბიზნეს ოპერატორი აწერია. ამიტომ ჩვენ თუ გსურს, რომ მაინც და მაინც შევიძინოთ სოფლის ნატურალური პროდუქტი, ალბათ ყველას ყავს ასე ვთქვათ ახლობელი, ვინც გარკვეული სახის პროდუქტებს აწარმოებს, შეგვიძლია მივიდეთ და შევიძინოთ მათგან და ასე ვთქვათ, ესე უფრო მივიღებთ ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქციას ვიდრე გარე ვაჭრობის ადგილებში. რადგან როგორც აღვნიშნე, ამ გარე ვაჭრობის ადგილებში ძირითადად იყიდება არარეგისტრირებული საწარმოებში დამზადებული პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ დიდი რისკის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და ორგანიზმისთვის. მინდა შევეხო ასევე ერთ საკითხს, რომელიც უკავშირდება ძირითადად სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით აფეთქებას, ესეც შეიძლება ვთქვათ ამ გარე ვაჭრობის მაგალითად წინა საახალწლო პერიოდში, წინა სააღდგომო პერიოდში ყველაზე მეტად და ყველაზე მეტ ადგილას ხდება ასე ვთქვათ ისეთი სურსათის რეალიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მაცივარში გათავსებული, ხორცის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს დაკლული სასაკლაოში. ამიტომ ამ შემთხვევაშიც უნდა მოვერიდოთ, რადგან ამ შემთხვევაშიც იმატებს ის ფაქტი, რომ შეიძლება სხვადასხვა პროდუქტების ფალსიფიცირება მოხდეს, იმიტომ რომ არ აქვს ეტიკეტი და ვყიდულობთ სრულიად ბრმად ასეთ პროდუქტებს და უნდა მოვერიდოთ და ის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თუ მაინც და მაინც გსურს ჩვენ ნამდვილი ნატურალური სოფლის პროდუქტების შეძენა, უნდა შევიძინოთ სოფლებში, ადგილზე იმ პიროვნებებისგან, ვინც მართლა ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს აწარმოებენ. მაგრამ შესაძლებელია რომელიმე გლეხს მაგალითად ჰქონდეს იმდენი პროდუქტი მოწეული და მოყვანილი, რომელმაც ადგილზე ვერ შეძლოს რეალიზაცია. ამისთვის ჩემი პირადი აზრია, რომ სადღესასწაულო პერიოდში გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დაცული იქნება ჰიგიენური მოთხოვნები, სადაც იქნება დაცული ტემპერატურული რეჟიმი და განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის რეალიზაცია ასეთმა გლეხებმა შეძონ წინასწარ გამოყოფილ ესეთ ადგილებში, რომ დაიცვან როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობა, ასევე მომხმარებლებს მიაწოდონ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქცია. ეხლა ვისაუბროთ კონკრეტულ მაგალითებზე, რომელი მაგალითების საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთ ადგილებში რეალიზებული პროდუქტი არ უნდა შევიძინოთ არავითარ შემთხვევაში. ალბათ ყველას გვინახავს მანქანის საბარგულიდან გაყიდული ყველი და რძის პროდუქტები. რაც არ უნდა ნატურალური იყოს პროდუქტი, ეს გარემო უკვე ქმნის იმის რისკს, რომ ეს პროდუქტი დაბინძურებული შეიძლება იყოს გარდა მიკრობიოლოგიური საფრთხისა, ასევე ფიზიკური საფრთხით, რადგან ქუჩაში ყოველგვარი დაცვის გარეშე შესაძლებელია მოხდეს პროდუქტის როგორც ფიზიკური დაბინძურება, ასევე ქიმიური დაბინძურება სხვადასხვა მძიმე მეტალებით, მათ შორის, როდესაც ქუჩაში გზის პირზე ხდება სხვადასხვა მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია. ესეთ ადგილებში გაყიდული სურსათი 99% შემთხვევაში დამზადებულია არარეგისტრირებულ საწარმოებში, ისეთ საწარმოებში, რომლებიც ცდილობენ კანონის გვერდისავლით მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტის წარმოება და შესაბამისად კაცმა არ იცის, რა ინგრედიენტებს იყენებენ პროდუქტების დასამზადებლად. რომ ავიღოთ ყველის მაგალითი, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კანონმდებლობით, თუ პროდუქტს დასახელებაში უწერია ყველი, ის აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ ნედლ რძეზე. ხოლო თუ პროდუქტი დამზადებულია აღდგენილ რძეზე და მცენარეული ცხიმების გამოყენებით,
ასეთ პროდუქტს არ უნდა ეწოდოს ყველის სახელი და ასეთ პროდუქტს ქვია ძის შემცველი პროდუქტი. მაგრამ როდესაც არაეტიკეტირებული პროდუქცია იყიდება, ამ შემთხვევაში არავინ არ ვიცით, ეს პროდუქტი ყველია თუ ძის შემცველი პროდუქტი და ამ შემთხვევაშიც მივდივართ ნდობაზე და გამართლებაზე. მაგრამ ჩვენ როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯანმრთელობას, ნდობით ძალიან იშვიათად უნდა ავარჩიოთ სხვადასხვა პროდუქტები და პროდუქტების შერჩევისას თავარია გავითვალისწინოთ მისი შენახვის პირობები სარეალიზაციო ადგილში. აუცილებელია ვიცოდეთ პასუხისმგებელი ბიზნეს ოპერატორის შესახებ ინფორმაცია და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, გვეცოდონება მაინც ვის შეიძლება მოეთხოვოს პასუხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ყველა დამეთანხმებით ამაში, რომ ხშირად შევხვდებით მაგალითად, როდესაც ზაფხულობით გავდივართ ქალაქიდან, გზის პირზე ხდება სხვადასხვა პროდუქტების და მათ შორის ხორცის რეალიზაცია. ეს არის აკრძალული, ძალიან საშიში რამ. ამ შემთხვევაში გარდა ბიოლოგიური საფრთხისა, პროდუქტი ბინძურდება ფიზიკურად და ქიმიურად, მათ შორის მაღალ ტემპერატურაზე, იმიტომ რომ ზაფხულში ტემპერატურა უმეტეს შემთხვევაში 30+ გრადუსი არის და ეს ქმნის ზუსტად იმის საშიშროებას, რომ ეს პროდუქტი იყოს გაფუჭებული და დაბინძურებული სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით, რომლებიც ამ პროდუქტში გამრავლებული იქნება. ამიტომ გზის პირებიდან განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი არ უნდა შევიძინოთ, რადგან ამით საფრთხეს შეუქმნით ჩვენი ოჯახის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, თუ არ შეიძლება ასეთ პირობებში სურსათის რეალიზაცია და ვაჭრობა, რატომ ხდება, რატომ არავინ არ აკონტროლებს. ამ კითხვასთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ საქართველოში ძირითადი შემოწმება ხდება იმ ობიექტების და იმ საწარმოების, რომლებიც არის რეგისტრირებული და ანხორციელებენ ორგანიზებულ წარმოებას და ვაჭრობას. ის აღნიშნული, ის ქმედებები და ისეთ პირობებში რეალიზებული პროდუქტი, რაზეც ჩვენ ვიდეოებში ვსაუბრობთ, ეს არის გარევაჭრობა და შესაბამისად ვერ კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან სურსათის უნებლობის დაცვის მხრივ. ამ შემთხვევაშიც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ არჩევანს ისეთ პროდუქტზე, სადაც დაცული არ არის ჰიგიენური მოთხოვნები, არ არის დაცული შენახვის ტემპერატურა, არ ვიცით ამ პროდუქტის დამზადების და გამოყენების ვადა, არ ვიცით მის წარმოებლის შესახებ ინფორმაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვიცით რეალურად რა პროდუქტი არის ეს. რადგან როგორც მოგეხსენებათ, ვიზუალურად შეიძლება რაღაც გარკვეული პროდუქტი გავდეს გარკვეულ დასახელების პროდუქტს, მაგრამ მისი შემადგენლობის და გამოყენებული ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია არ გქონდეს. ამიტომ მოგიწოდებთ მაქსიმალურად ყურადღებით გააკეთეთ არჩევანი, როდესაც პროდუქტებს ყიდულობთ თქვენი და თქვენი ოჯახისთვის, რადგან ამით გაუფრთხილდებით ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, რადგან ყველაზე დიდი რაც მოქმედებს სწორედ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეს არის სურსათი და სურსათი უნდა იყოს ყოველთვის უნებელი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის ინფორმაციის მომტანი იყო. აქვე დავამატებ და აღნიშნავ, რომ არავის მტრები ჩვენ არ ვართ და გსურს, რომ ყველა მოახდინოს თავისი დამზადებული თუ თავისი მოყვანილი პროდუქტის რეალიზება, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად უნებელი და თუ როდის უნდა იყოს და რა შემთხვევაში ხდება უნებელი პროდუქტი, ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლია ნებისმიერ მწარმოებელს, გლეხს თუ ბიზნეს ოპერატორს. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ვიდეოს კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. აქვე შევახსენებ კომპანიებს, რომ ჩვენ ღია ვართ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობისთვის, თუ გსურთ, რომ თქვენი პროდუქცია მოხვდეს ჩვენ ვიდეოებში და ასე ვთქვათ, ჩვენებურად განვიხილოთ ეს პროდუქტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, რომელიც აღწერაში იქნება მითითებული. ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის, თანამშრომლების ტრენინგისთვის თუ სურსათის ეტიკეტირებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.